ბადრი ჯაფარიძეს მიუსალმოთ საღამოშიდობისა ბატონო ბადრი მადლობა ჩართვისთვის ლონდონში იმყოფება ბატონო ბადრი პირველ რიგში მოდით წაგიკითხავთ ციტატას იმ უწყებიდან რომელიც მიიღო წულუკიანის კომისიისგან მამუკა ხაზარაძემ გაცნობებთ რომ კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენ მიერ ახსნა განმარტების მიცემა 2012-25 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების გამო ეს კითხვა არსებობს მამუკა ხაზარაძესთან თუმცა კითხვა დააზუსტა მარიამ ჯაშმა რომელმაც ჩვენ ჟურნალისტს უთხრა რომ აქ უკვე საუბარია ქვეყნის ღალატის კონტექსტში შეკითხვებზე და კიდევ ამ კონტექსტში მან მოიხსენია თქვენი პარტიის წევრი სალომე სამონდაშვილი. მოკლედ ახალი საქმე იკერება როგორც ჩანს და კითხვა ასეთია რა რეაქცია გაქვთ თქვენ რამდენად იყავით ახლა ასეთი მასშტაბებისთვის მზად აქ საუბარი იყო კომისიაზე მისვლა არ მისვლის თემაზე ბიზნესის საკითხებზე რომელიც უცებ ახლა გარდაიქმნა უკვე ღალატის კონტექსტში არსებულ შეკითხვებში გარდაიქმნა. მოგესალმებით. ცხადია, ჩვენ ახლა ისეთი რეჟიმი გვყავს ქვეყანაში, რომ მისგან უნდა ელოდე ნებისმიერ რეპრესიულ ზომას და ეს თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს ეგრეთ წოდებული კომისია, რომელიც ქართული ოცნების წევრებით არის დაკომპლექტებული, მისი ამოცანა იყო და არის ოპონენტების დევნა, შევიწროება. ეხლა მე ვფიქრობ, რომ მამუკა ხაზარაძის თავდასხმა არის პირდაპირ განპირობებული იმით, რომ მან გაავრცელა განცხადება, სადაც მოუწოდებს ერთიანობისკენ საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს ერთიანობისკენ და ერთად წინააღმდეგობის გაწევისკენ ქართული ოცნებისადმი. ეს არის პასუხი პირდაპირ აი ამ განცხადებაზე და ცხადია, რომ რაც უფრო მეტად დაინახავს ბიზნაევანიშვილი, რომ შესაძლებელია ოპოზიციურ ფლანგზე მოხდეს ისეთი გაერთიანება, რომელიც მას დიდ საფრთხეს შეუქმნის, ის შეეცდება, რომ მაქსიმალური რეპრესიული, ასე ვთქვათ, ნაბიჯები გადადგას და ეს არის სწორედ მორიგი ეს დაბარება ეგრეთ წოდებულ კომისიაზე, სადაც მამუკა ხაზარაძის მისვლას არაპირებს და ცხადია, რომ მისვლა ნიშნავს, რომ თქვა, რომ ის რაც არის ტყუილი არის მართალი, იმიტომ რომ ეს კომისია თავისთავად არაერთხელ გვითხოვს, რომ უნდა შესდგებოდეს პარლამენტის რომ ლეგიტიმური იყოს. პარლამენტი რომ იყოს ლეგიტიმური, ეს კომისია უნდა შესდგებოდეს მინიმუმ 50% ოპოზიციისგან და ეხლა მაჭარაშვილი და სუბარი არიან ქართული ოცნების ოპოზიციის წარმომადგენლები. ეხლა ასეთ დაცინვას საზოგადოება რა თქმა უნდა არ მიიღებს და ისინი გააგრძელებენ რეპრესიულ ზომებს. ჩვენ ამისთვის სად უნდა ვიყოთ? ესეთი რეჟიმი ყავს დღეს ჩვენ ავტორიტარული, რომელიც ცდილობს ყველა ინსტიტუცია გამოიყენოს თავისუფალი აზრის ჩასახშობად, გამოიყენოს საზოგადოების გასახლეჩად, გამოიყენოს ოპონენტების დევნისთვის, ეს არის მათი ამოცანა. ბატონო ბადრი, ითქვა უკვე რომ მამუკა ხაზარაძე არც მეორე დაბარების შემთხვევაში გამოცხადდება წულუკიანის კომისიაზე პასუხებისთვის, ამას ბუნებრივია მოხვება იგივე პროცედურა, არის თუ არა უკვე გადაწყვეტილი გირაოს გადახდის საკითხი, მამუკა ხაზარაძემ პრინციპში თქვა ის, რომ მას აქვს მოლოდინი, რომ უნდათ მისი დაჭერა და ციხეში გაშვება. გირაო უფრო ახანგრძლივებს ამ პროცესს ხოლმე, თუმცა დაკავების პრევენცია ეს თავისთავად არ არის. მოკლედ თუ მიუშვი მოქმედი არალეგიტიმური რეჟიმი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ იჭერს უკვე ადამიანებს ეს ცნობილი სკეჩი რომ არის კომუნისტური პერიოდიდან. ორჯერ აქვს მცდელობა უკვე ხაზარაძის წინააღმდეგ ერთი და იმავე ხაზის გატარების. აი აქ რა ტაქტიკური ხაზი გაქვთ თქვენ არჩეული? რა უნდა იყოს აქ ტაქტიკური ხაზი? ჩვეულებრივი რომ რა თქმა უნდა არ აღიარებ ამ კომისიას და არ გამოცხადები კომისიაზე. სხვა ტაქტიკა მათ არ არსებობს. გირაოს შემთხვევაში ტაქტიკა სხვა ვერც წარმომედგენია რომ რამე შეიძლება იყოს და რაიმე სხვა შეთავაზება არ ამგონია რომ არსებობდეს, ხო? რაც შეეხება გირაოს, ჩვენ არაერთხელ გვითხოვს რომ გირაო არის დროებითი ღონისძიება, ცხადია რომ ეს არის წინა სასამართლო აღკვეთის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ რომ ამით გავუადვილებთ, როცა ვიცით რომ რეჟიმის ამოცანაა საბადიმროში მოგაწყვდიოს. ცხადია რომ შენ არ უნდა გავუადვილო, ხო, ამოცანის მიღწევა. იმიტომ რომ თუ
დაველოდებით სასამართლო განაჩენს და ეს იქნება პატიმრობა, ეს პატიმრობა იქნება უკვე არა დროებითი, არამედ იქნება იმ ვადით, რომელსაც ქართული ოცნების კონტროლირებადი სასამართლო გადაწყვეტს. მაგრამ მე კიდევ ერთხელ აქ არანაირი განსაკუთრებული აქტი არ არსებობს. წინააღმდეგობის გაწევა მშვიდად, თანმიმდევრულად მოწოდება საზოგადოების გამთლიანებისკენ, მოწოდება იმისკენ, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ ბრძოლის ყველა არეალში არაფერი არ დაუთმოთ. ეს არის სხვა არაფერი განსაკუთრებული. და ბატონო ბადრი, როდესაც აქ ნახსენებია უკვე არა მხოლოდ ლიდერები, აი ამ უკვე ღალატის კონტექსტში, არამედ მაგალითად სალომე სამადაშვილი იქ ნაციონალური მოძრაობიდან ანწეთლიცის გვარი წამოწდა. მესმის, მაგრამ სამადაშვილი ლიდერი არის გამოკვეთილი. მესმის კი ბატონო, ვიღებ ამ შესწორებას. ამიტომ ლიდერებზე მიმდინარეობს ნადირობა. ლიდერებზე მიმდინარეობს ნადირობა. ეს რისი თქმა მინდა რომ თქმა მინდა რომ ჩადის შედარებით ქვემოთ და ეს უსასრულოდ შესაძლოა გაგრძელდეს და შესაძლოა ახლოს ხანებში მივიღოთ სიტუაცია, როდესაც არც ერთი ლიდერი, არც ერთი სოლიდური პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის აღარ იქნება გარეთ. აი ეს რა მოცემულობა პოლიტიკური პროცესისთვის. მოცემულობა რომ მე ქართული ოცნებაც აღარ იქნება ერთ დღეს და ამით დამთავრდება. მე შემიძლია გითხრათ. ნუ წარმოადგენთ ასე ძალიან რთულად უყურებთ. ჩემი აზრით, თუ ყველას დაგვიჭერენ, ქართული ოცნებაც აღარ იქნება ერთ დღეს აუცილებლად დასრულდება. ასე რომ მე ამის აბსოლუტური შიში და წინასწარ ამის ესეთი დრამატიზებას მეც მოგიწოდებით, რომ მე ხომ უსაფუძვლოდ არ ვამბობ ამას, ბატონო ბადრი, 4 ადამიანი უკვე არის ციხეში, მათ შორის 3 მოქმედი პოლიტიკური ლიდერი და თქვენ გახართ რიგში. ასევე გახარია. დიახ, პასუხი მოკლეა ამაზე. რაც უფრო ამ დიდ სისულელეს ჩაიდენენ, მით უფრო დაშკარდება მათი დასრულება. ეს არის ჩემი პასუხი. კარგით, აი ამ სიურპრიზებში, რომელსაც ყოველდღიურად არგილებთ ქართული ოცნება, რამე კორექტივები ხომ არ არის გეგმაში თვითმმართველობის არჩევნების თემაზე? არანაირი კორექტირება. ჩვენი პოზიცია არის ურყევი, ჩვენ უნდა გავაჩაღოთ ბრძოლა ყველა შესაძლო ადგილზე, სადაც ბრძოლა შესაძლებელია. უბრძოლელად არაფერი არ უნდა დავუწყოთ. კაპიტულაციას ხარს არ დაუჭერთ. ამიტომ ბრძოლა ყველგან მიუხედავად რეპრესიების გაძლიერებისა, პირიქით რეპრესიების გაძლიერებას ჩვენ უნდა გაუძლიეროთ, დავახვედროთ უფრო მეტი წინააღმდეგობა. მათი ამოცანაა ჩვენ ხელფეხი ჩამოვყაროთ, ჩვენ არ უნდა ჩამოვყაროთ ხელფეხი. აი ეს არის პასუხი. თუმცა, აი ბატონ ბადრი, ოპოზიციამ ძლიერი ლიდერების გარეთ ყოფნის პირობებში იმდენად ვერ არის, რომ ამ ეტაპამდე ამხელა პროტესტის მიუხედავად გადაეტეხა ქართული ოცნება და ულიდერობის პირობებში რისი აბსოლუტურად რეალური კი ჩამისწორეთ თქვენ, მაგრამ მაინც მოდით განვიხილოთ ეს ვერსია აბსოლუტური რეალობაა, საიმისოთ რომ კიდევ უფრო გამრავლდნენ პოლიტიკური ლიდერები ციხეში. აი ამ შემთხვევაში როგორ ახერხებთ საერთოდ ბრძოლას, როგორ შეიძლება რომ აი ამ ბრძოლას კონდეს შედეგი უკვე ფაქტობრივად ულიდერობის პირობებში დარჩენილი ოპოზიციისთვის. აქ მე არჩევნებში გასვლას გულისხმობ, ბუნებრივია. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი მოწოდება იქნება. რაც უფრო მეც გააკეთებს გავს რამეს ქართული ოცნება, მით უფრო მეტი მოწოდება იქნება ჩვენი მხრიდან. რომ წინააღმდეგობა და ბრძოლა გავუჩაღოთ, იმიტომ რომ თქვენ რაც თქვით ახლა პრაქტიკულად ეს არის ამოცანა, ხო, რომ ყველას დაიჭერს ლიდერს და შესაბამისად უნდა შეწყვიტო წინააღმდეგობა. ამიტომ პირიქით, რაც უფრო მეტ ლიდერს დააკავებს, მით უფრო მეტ წინააღმდეგობა უნდა გაუწიო. არ უნდა იფიქროს ქართული ოცნება და ვერც მოხდება ეს, ჩვენ ბევრი ლიდერი გვყავს. თუ ჩვენ დაგავკავებენ, არსებობენ სხვა ლიდერები, რომელიც შეიძლება კიდევ უკეთესად გააკეთებენ ჩვენ საქმეს. ამიტომ ეს წარმოდგენა რომ აი ახლა ქართული ოცნება თუ ყველას დააკავებს, მე ხელფეხი ჩამოყაროთ, არავითარ შემთხვევაში არ არის სწორი. მე ვფიქრობ, რომ ეს პირიქით ნიხილის ბადებს მე შემიძლია კიდევ ერთხელ გავამეორებ, თუ ყველას დაგვაკავებენ. მუნდა გააგრძელოს ბრძოლა, ვინც გარეთ იქნება. და ერთ დღეს ქართული ოცნება ამ გზაზე აუცილებლად დასრულდება. ამიტომ რომ არ ყოფილა არც ერთ ქვეყანაში, რომ ანალოგიური რეჟიმი ამ გზით ახერხებს, რომ დარჩეს დიდი ხნით. ვერ დარჩება და შესაბამისად თუ ყველას დააკავებენ, თქვენს მინდა გითხრათ, ამ შემთხვევაში ჩემი მოწოდება რჩება იგივე, ჩვენი მოწოდება იქნება აბსოლუტურად უცვლელი. ვინც იქნება გარეთ, მან უნდა გააგრძელოს ბრძოლა. მადლობა. ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც გვიზიარებდა თავის პოზიციას, ლელუძლიერი საქართველოს პოლიციაბჭოს თავმჯდომარე. ეს არის კონტექსტი, როდესაც
მეორე დაიბარეს უკვე წულუკიანის ეგრეთ წოდებულ კომისიაზე ლელო ძლიერ საქართველოს ლიდერის არაპირებს მისვლას და ძლიერდება კიდევ საფრთხე მის ირგვლივ და ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ირგვლივ ლიდერების დაკავების, ისევე როგორც მოხდა კოალიცია ცვლილებისთვის შემთხვევაში, არა მხოლოდ იმისთვის, რომ თქვათ ისინი კომისიაზე არ გამოცხადდებიან, არამედ მუხლი უკვე იყოს სხვა ღალატის ხსენება მოხდა დღეს და არ ვიცით საით მიყავს ამ შემთხვევაში საქმის კერვის სტრატეგია ოცნებას ლელოს შემთხვევაში.